ბათუმს 4 დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი Mount Whitney სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ხომალდის ეკიპაჟის წევრები სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად სამხედრო ანტიტერორისტულ ხანძარ-საწინააღმდეგო წვრთნებს ჩაატარებენ. სასწავლო პროცესში ჩაერთვება ბათუმის სამაშველო სახანძრო სამსახურიც. სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების მონაწილეობით პრაქტიკული სწავლებები ზღვაში ერთობლივი მანევრების ჩატარებასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია თეორიული სწავლებაც. ბათუმის პორტში ოფიციალური ვიზიტით შემოსულ ხომალდს კოლეგებთან ერთად მასპინძლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გაუწიეს. ვიზიტის დასრულებამდე გაიმართება ჯაზის საღამო. სპორტული შეჯიბრებები შესაძლებელი იქნება ხომალდის დათვალიერებაც. 300 წევრიან ეკიპას შორის ერთი ქართველი ლეიტენანტიც იმყოფება. ფლოტში დაახლოებით 4 წელია რაც მსახურობ. იტალიაში გადმოვედი ან გემი სადაც არის ახლა 4 თვე არის სულ და გემს გამოვყევი ახლა რომ ბათუმში რომ მოვდიოდით მეც გამომიშვეს როგორც წარმოშობით ქართველი. როგორც որ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე საქართველოში ჩამოვიდოდი ამერიკის სამხედრო ხომალდზე. დავიბადე თბილისში და წავედი ამერიკაში 10 წლის ასაკში. გავიზარდე სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში და ამჯერად მსახურობ ლეიტენანტად სამხედრო ფლოტში. ჩვენ აქ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უზრუნველსაყოფად ვიმყოფებით. 4 დღის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან გვექნება ურთიერთობა როგორც კულტურული და სპორტული, ისე პროფესიული მიმართულებებით. ვინც უკვე იყო საქართველოში, მოხარულები არიან, რომ ისევ დაბრუნდნენ, ხოლო ვინც პირველად იმყოფება, მათ შორის მეც. იმედი მაქვს ნასიამოვნები ვიქნებით ამ ვიზიტით. დიდი მადლობა ასეთი მიღებისათვის. აღნიშნული გემი უკვე მესამედი იმყოფება საქართველოში და კერძოდ ბათუმის პორტში. მინდა გითხრათ, რომ პირველი მისი ვიზიტი იყო იმ პერიოდში 2008 წლის მოვლენების პერიოდში, როცა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს. მეორე ვიზიტი იყო შანშან ნოემბერში, წელს მესამე ვიზიტია. მინდა გაუსვა ხაზი, რომ ეს არის გეგმიური, ეს არის ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის საქართველოს და ამერიკის ურთიერთთანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ღონისძიებები, თეორიული და პრაქტიკული, კერძოდ ანტიტერორისტული სწავლებები, ასევე ნატოს საზღვაო ტაქტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით თეორიული სწავლებები და სანაპირო დაცვის, ასევე ამერიკული ხომალდის და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სამსახურების ერთობლივი წვრთნები.